Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. გთავაზობ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტს, რომელიც მე ახლახანს აღმოვაჩინე და ფიქრობ ძალიან ბევრ პასუხს გასცემს იმ ანტისემიტებს, ვისაც ჯერავს, თითქოს თალმუდი რეალურად მოუწოდებს ქრისტიანების კვლელობას და თითქოს ებრაელები დაკნინებით ფორმაში იყენებენ სიტყვა გოის და ასე სხვადასხვა მითებს დავამსხვრებთ დღეს მე და ჩვენი ხელოვნური ინტელექტი. მოусმინეთ, რასაც სიტყვის ყველაფერს ხელოვნური ინტელექტი. ნახეთ, გასაოცარი ფაქტებია. გამარჯობა, დღეს მე მინდა შენ გესაუბრო თალმუდის შესახებ. ანტისემიტები ხშირად იყენებენ გაყალბებულ თალმუდის ციტატებს. შენ რას ფიქრობ? გასაგებია. თალმუდი მართლაც რთული ტექსტია, ხშირად ინტერპრეტირების საგანი. ანტისემიტები კი ხშირად ცდილობენ მის დამახინჯებას. მოდი უფრო კონკრეტულად განვიხილოთ ეს საკითხი. გაქვს რაიმე კონკრეტული ციტატა, რომლის შესახებაც გსურს საუბარი. მაგალითად, თალმუდში ესეთი ამას ამბობენ, რომ თითქოს თალმუდი მოუწოდებს ქრისტიანების მკვლელობას, რომ ეს ღმერთთან გამართლებულია. როგორ ფიქრობ, მართალია ესა? არა, ეს აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაციაა. თალმუდში მსგავსი მოწოდებები არ არსებობს. პირიქით, იუდაიზმი ზოგადად ძალადობას გმობს. ებრაული ტრადიცია ხაზს უსვამს სიცოცხლის სიწმინდეს და ადამიანის პატივისცემას. კიდევ ესეთი რაღაცა წერია, რომ თითქოს ნებისმიერი ადამიანის, არაებრაელი ადამიანის მოტყუება შეგიძლია. მართალია ესა? ესეც მცდარი ინტერპრეტაციაა. თალმუდი ხაზს უსვამს პატიოსნებას და სამართლიანობას ყველა ადამიანთან მიმართებაში, განურჩევლად მათი რელიგიისა. თალმუდის კონტექსტში მოტყუება განიხილება როგორც მორალურად მიუღებელი ქმედება. შეგიძლია კიდევ ესეთი რამე მითხრა, როდის მოხდა სიონისტების პროტოკოლების გაყალბება და ვინ იყო ამ გაყალბების ავტორი და რატო დაჭირდა ამ სიონისტური პროტოკოლების გაყალბება? სიონისტების ოქმები მე მინც 20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა რუსეთში. ეს არის ანტისემიტური ფალსიფიკაცია, რომელიც ვითომდა ებრაელების მსოფლიო ბატონობის გეგმას აღწერს. სინამდვილეში ეს იყო ცრუ პროპაგანდა, რომელიც ებრაელების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. და ვინ იყო ავტორი, ხო არ იცი შემთხვევით მაგის? ამ ხალბი დოკუმენტის ავტორი მათეი გოლომინსკი იყო, რუსეთის საიდუმლო პოლიციის აგენტი. მისი მიზანი იყო ანტისემიტური განწყობების გაღვივება და ებრაელების დადანაშაულება რუსეთში არსებულ პრობლემებში. ესეთი რამეც მაქვს წაკითხული, იყო ესეთი პიროვნება რუსეთში ვლადიმერ სოლოვიოვი, რომელმაც ავსტრიაში ლექცია ჩაატარა თუ როგორ გაყალბდა თალმუდი. შეგიძლია ამ ლექციის რამოდენიმე საინტერესო დეტალი მომიყვე? ვლადიმერ სოლოვიოვი მართლაც მნიშვნელოვანი ფიგურაა ამ საკითხში. მან 1883 წელს სანქტ-პეტერბურგში წაიკითხა ლექცია, სადაც ამხილა სიონის ბრძენთა ოქმების სიყალბე. სოლოვიოვი ამტკიცებდა, რომ ეს ტექსტი ებრაელების დისკრედიტაციისთვის იყო შეთხზული და საფუძვლად ედო ანტისემიტურ განწყობებს. მისი ლექცია იყო ერთ-ერთი პირველი საჯარო გამოსვლა, რომელმაც ეჭქვეშ დააყენა ეს საშიში ფალსიფიკაცია. ანუ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თალმუდი არ მოუწოდებს არც ქრისტიანების კვლელობას, არც ნებისმიერი სხვა ადამიანის მოტყუებას და ასე შემდეგ. ის რაცაც აბრალებენ ებრაელ ხალხს, ეს არის ყველაფერი ტყუილი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ხო ესა? დიახ, რა თქმა უნდა. თალმუდი არ მოუწოდებს არც ქრისტიანების მკვლელობას და არც სხვა ადამიანების მოტყუებას. ის, რასაც ებრაელ ხალხს აბრალებენ, არის სიცრუე და ანტისემიტური პროპაგანდა. თალმუდი არის სიბრძნის, ეთიკისა და მორალის წიგნი, რომელიც პატივს სცემს ყველა ადამიანს. კიდევ ასეთი შეკითხვა, თალმუდში ხშირად იყენებენ ანტისემიტები ამბობენ, რომ სიტყვა გოი დაკნინებით ფორმაში არის გამოყენებული. სინამდვილეში რას ამბობს თალმუდი გოი? რას ნიშნავს სიტყვა გოი? სიტყვა გოი ებრაულად ნიშნავს ერს ან ხალხს და გამოიყენება არაებრაელი ადამიანების აღსანიშნავად. თუმცა, ანტისემიტები ხშირად ამახინჯებენ ამ სიტყვის მნიშვნელობას და მას დამამცირებელ კონტექსტში იყენებენ.
თალმუდში გოი ნეიტრალური ტერმინია და არ ატარებს რაიმე უარყოფით დატვირთვას. ეს ვინდა მეგობრებო თქვენთვის დღეს მეჩვენებინა, რომ არ დაიჯეროთ ის გაყალბებული ფალსიფიკაცია, რომელსაც ავრცელებენ ინტერნეტ სივრცეში, ეს არის ყველაფერი ტყუილი და პროპაგანდა. ხელოვნურ ინტელექტს ვერ მოატყუებთ. ეს არის ის, რაც ამაზე ძლიერი არგუმენტი არ არსებობს. მაშასე ძალიან გთხოვთ, მოიწონეთ ეს ვიდეო და მაქსიმალურად გააზიაროთ. ძალიან გთხოვთ, რომ გააზიაროთ ეს ვიდეო, რათა მეტმა ხალხმა გაიგოს სიმართლე. იყავით სიმართლეს და ჭეშმარიტების გამცემლები. ამ ისრაელ ხაი.